ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსემ შეშფოთებას გამოთქვავს ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის გამო, რომელშიც 2024 წლის პროდასავლური აქციების მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ დეტალურად არის აღწერილი. ანგარიში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა უმეტესობას აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე დაზიანებები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. დოკუმენტში წერია ძალადობრივი დაკავებებისა და ცემის ფაქტების შესახებაც. ევროსაბჭოს ლიდერი ალენ ბერსი აცხადებს, რომ წამების აკრძალვის კომიტეტის ანგარიში მოყვანილ ფაქტებს გამართლება არ აქვს. დასკვნას ის რამდენიმე დღეში ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განიხილავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროსაბჭოს წევრია 1999 წლიდან. ბოლო 2 წელია მისი საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების დელეგაცია აღარ მონაწილეობს. დოკუმენტში აღწერილი მძიმე ფაქტების მსგავსი კი ევროსაბჭოს წევრობის 26 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს შესახებ არასდროს ყოფილა. არასათანადო მოპყრობაზე ბრალდებებმა წალეკა ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაცია. ეს არის ფრაზა ანგარიშიდან, რომელიც აღწერს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო დემონსტრაციებზე განვითარებულ პროცესებს. მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოცნების მთავრობა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებს. ეს მოვლენები დაემთხვა კომიტეტის მისიის გეგმიურ ვიზიტს საქართველოში. ამიტომ მისია სრულად დაკავებულების საქმეებზე გადაერთო და უამრავი ადამიანი გამოკითხა. ანგარიში მწვავე და კრიტიკულია. აღწერილია ძალადობის შემთხვევები აქციის 10-ობით მონაწილის მიერ, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონიათ, თუმცა მათი მონაყოლი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დაკავებულები მიუთითებდნენ პოლიციელების ქცევის ერთნაირ მოდელზე, როცა კაპიუშონიანი და ნიღბიანი პირები, რომელთა შორის სავარაუდოდ სპეცრაზმელებიც იყვნენ, განურჩეულად ურტყამდნენ მოქალაქეებს მთელ სხეულზე, თავსა და სახეშიც. ურტყამდნენ მუშტებს და ფეხებს, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. ზოგ შემთხვევაში დაკავებულებს სამართალდამცველები რამდენჯერმე სცემდნენ, მათ შორის მაშინაც, როცა მათ ხელები ხელბორკილებით ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული. აქციების დროს მათ ნახეს, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც 29 ნოემბერს იყო პოლიციის მიერ ნაცემი, იყო ერთნაირი ძალადობის ხორბლი, მხეცური ძალა იქნა გამოყენებული მათ მიმართ. ეს ქმედებები შეიძლება გაუტოლდეს წამებას და შესაბამისად მინიშნება არის იმაზე, რომ ეს ხორცელდებოდა კოორდინირებულად, სპეციალურად იმგვარად, რომ არ მომხდარიყო ვინაობის გამჟღავნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც პოლიციის ფორმა ეცვათ, ამ პოლიციის ფორმის გარეშე შავებში იყვნენ ჩაცმულები. ერთნაირი ისტორიები უფლებადამცველებს არწმუნებს, რომ რეჟიმის დანაშაული სისტემური იყო და ამისთვის ოცნების ხელისუფლებისგან მითითებაც იყო გაცემული, რადგან ანგარიში ადასტურებს, რომ სამართალდამცველების ქცევის მოდელი 28 ნოემბრის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული გახდა. თანაც ძალადობაში მონაწილე სპეცრაზმელებს არ ჰქონდათ საიდენტიფიკაციო ნიშნები. ანგარიშის თანახმად ცემა მას შემდეგ წყდებოდა, რაც დაკავებულებს საპატრულო ან კრიმინალურ პოლიციას გადასცემდნენ. ამის შემდეგ კი მათი დაკითხვა იწყებოდა ხშირად ადვოკატის გარეშე, რისი მიზანიც იყო დაკავებულებისთვის აღიარების იძულება ან სხვა ინფორმაციის მიწოდება. 28 ნოემბრის შემდეგ ჩვენ ვცხოვრობთ სხვა გარემოებში, სხვა რეჟიმში, როდესაც პრაქტიკულად ძალადობა, სისტემური ძალადობა დაკავებულთა მიმართ იქ გადაიქცა რეალურად უკვე სისტემურ პრობლემად. შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ბრძანებისგან გამომდინარე ხდებოდა ასეთი მოპყრობა. ეს არ იყო ინდივიდუალური კონკრეტული სამართალდამცველის მიერ გადამეტება ძალის, არამედ იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, როდესაც წამების პრევენციის კომიტეტი აკრიტიკებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას უწყების, რომელსაც სამართალდამცველების გადაცდომები უნდა გამოეძიებინა. სამსახური ანგარიშის გამოქვეყნებიდან მალევე გაუქმდა. თუმცა მანამდე კომიტეტის მისიის წევრები სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ესაუბრნენ და კოკა კაციტაძე მათთან აღიარა, რომ მისმა უწყებამ გამოძიების ფარგლებში ვერც ერთი პოლიციელის იდენტიფიცირება ვერ შეძლო. წამების პრევენციის კომიტეტის მსგავსად 2024 წლის ნოემბრის მოვლენები ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლეს და მათმა დასკვნებმაც ძალადობრივი დანაშაულის სისტემურობა გამოავლინა. მოხდებოდა და ზუსტად იმ ქცევის მოდელებზე ვსაუბრობდით ჩვენც, რაზეც სიკვდილის თავის ანგარიში აქვს საუბარი. ეს არის ადამიანების ჯგუფური ცემა, სპეცრაზმის მიერ დამცირება, არასათანადო მოპყრობა, მუქარა, მათ შორის გაუპატიურების მუქარა, შემდგომ მათი გადაყვანა პოლიციის განყოფილებებში, სადაც მათ შეზღუდული ჰქონდათ ადვოკატის სარგებლობის უფლება. ორგანიზებული კრიმინალი, როგორც ქართული ოცნების მართვის მთავარი ბერკეტი, ამაზე ლაპარაკობენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების თქმით, ანგარიში მოქალაქეების სისტემური წამების აშკარა მტკიცებულებაა. ოპოზიციაში
მედიაში ამბობენ, რომ სხვადასხვა პროცედურული ხრიკებით ქართული ოცნება ანგარიშის გამოქვეყნებას აჭიანურებდა. მათ შორის იმითაც, რომ კომიტეტის მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხების გაცემა დააგვიანა. თუმცა მისთვის დამანგრეველი დოკუმენტის გასაჯაროვებას ხელი მაინც ვერ შეუშალა. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე ანგარიში, რომელიც წამების პრევენციის კომიტეტს ოდესმე მომზადებია საქართველოსთან დაკავშირებით და ეს ანგარიში ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი იმპულსი სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და საერთაშორისო ინსტანციებისთვის იმისთვის, რომ რეჟიმის წინააღმდეგ წნეხი, როგორც პოლიტიკური, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი იყოს, რაც შეიძლება მკაფიო, რაც შეიძლება მწვავე. ორგანიზებული კრიმინალისათვის ქართულმა ოცნებამ არამხოლოდ სასათბურე პირობები შექმნა, არამედ ის არის მისი ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი საყრდენიც, ყოველგვარი ზღვარი წაშლილი არის სახელმწიფოს, მმართველ პარტიას, უსაფრთხოების სისტემას და ორგანიზებულ კრიმინალს შორის. კრიტიკული ანგარიში სულ სხვა რაკურსით არის წარმოჩენილი ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილის კომენტარში, რომელიც სამთავრობო მედიის წარმომადგენლებმა ჩაწერეს. ბექა ძამაშვილი წარმოაჩენს, თითქოს ანგარიში ქართული ოცნების რეფორმებს იწონებს და პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას აქებს. ექსპერტების შეფასებით საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტი დადასტურებულა. დასკვნაში ასევე ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული პენიტენციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და ასევე აღნიშნული არის, რომ პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. რაც ოცნების მინისტრის მოადგილის კომენტარში არ მოხვდა, მაგრამ ანგარიშში წერია ქსნის ციხეს ეხება. წამების პრევენციის კომიტეტის წევრები აღწერენ პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენებს, რის გამოც ციხეში პატიმართა შორის ძალადობებს ჰქონდა ადგილი. ამის დასადასტურებლად აღწერილია ეგრეთ წოდებული ქურდული სიმბოლიკის არსებობა, ასევე პატიმრების ტენდენცია უარყონ აშკარად დადასტურებული ფაქტები, მაგალითად კონფლიქტების შესახებ. ამის პარალელურად კი დოკუმენტი დაწესებულებაში პერსონალის სიმცირეს აკრიტიკებს. ანგარიშის თანახმად იქ 1600 პატიმრის კონტროლი 40 ბადრაკს ევალებოდა. ანგარიში აღწერილი მწვავე მიგნებების შესახებ ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ მოუწევს ახსნა განმარტებების მიცემა. მაკა ბოჭორიშვილთან ამ საკითხის დაყენებას ადამიანის უფლებათა საბჭოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აპირებს. ალან ბერსე წერს, რომ ანგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის ბრალდებები პოლიციის არასათანადო მოპყრობის შესახებ.